ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. შეიძინე მარტივად 10 წლიანი სესხი ხელფასის ცნობის გარეშე. დაგვიკავშირდით 277 88 88. VTB ბანკის საუკეთესო შემოთავაზება. სესხები ლარში უზრუნველყოფის გარეშე. შეიძინეთ ან გაარემონტეთ უძრავი ქონება. შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი. გადაფარეთ მიმდინარე სესხები ან უბრალოდ გამოიყენეთ თანხა თქვენი პირადი მიზნებისათვის. ისარგებლეთ VTB ბანკის სესხით 5 წლამდე ვადით 45,000 ლარამდე. უზრუნველყოფის გარეშე. შემოგვიერთდით. VTB ბანკი. დიდი უპირატესობა. Müasir tikinti standartları, bulvar, yaşıllıqlar, idman meydançaları və əlçatan qiymətlər. Tbilisidəki Dzirsi yaşayış kompleksinə Marnaulidə, Rustaveli 118 ünvanında yerləşən satış ofisində virtual tur vasitəsilə səyahət edə bilərsiniz. Dzirsi, təhlükəsiz və rahat yaşam məkanı. Aristonік თავაზობთ იტალიური ქვაბების ყველაზე დიდ ასორტიმენტს საქართველოში. იტალიური ხარისხი და დიზაინი, კომფორტი, სიმარტივე, უხმაურო მუშაობის რეჟიმი. ამ ყველაფერს იტალიური არისტონის ცენტრალური გათბობის ქვაბები გვპირდებათ. არისტონი, უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. ჰუალინგი, ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი საქართველოში. თბილისის ზღვის პლაზა გაიხსნება დეკემბერში. 120,000 კვადრატი ფართობი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ლიფტები, ესკალატორები, საბეჟო ტერმინალი, სასაწყობე მეურნეობა და პარკინგი 5,000 მანქანაზე. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკური ნაწარმი, საყოფაცხოვრებო და ელექტროსაქონელი, ავეჯი, განათება, სამშენებლო მასალები, ავტომანქანის ნაწილები, სათამაშოები, გართობა და დასვენება, კვების ობიექტები. იჯარის თანხა 5.5 დოლარიდან, ფართები 20 კვადრატული მეტრიდან, რომელშიც შედის ცენტრალური გათბობა და კონდიცირება. დაცვისა და დასუფთავების მომსახურება. თავისუფლების მოედნიდან 9 კილომეტრი. დაგვიკავშირდით 2580580. ულტრათანამედროვე, მრავალპროფილური, ISO სტანდარტის კლინიკა N-Medici გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლისყრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა N-Medici, კლასიკური მედიცინა, პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება. Hualin, Tbilisi dənizinin yeni şəhəri, Aslan Dəldəyid, 10 illik kreditli əmək haqqı istinad olmadan. Əlaqə saxlayın 277 88 88. მსოფლიო ლიდერი ბრენდი 62 წლიანი გამოცდილებით დემირ დოკუმი წარმოგიდგენთ ყველაზე უსაფრთხო გაზზე მომუშავე წყალგამაცხელებლებს წვის დახურული კამერით. აირჩიეთ ერთადერთი წყალგამაცხელებელი საქართველოში, რომელიც მუშაობს 0.1 ბარ წყლის წნევაზე და იცხოვრეთ მშვიდად. დემირ დოკუმი. უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. 19-20 ოქტომბერი Elite Electronics-ში ექსკლუზიური ბრენდების Bosch-ის, Gorenies, Hitachi-ის პროდუქცია თვითღირებულებით. იჩქარეთ. შენებლობის უმაღლესი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები. კომფორტული საცხოვრებელი გარემო. ყველაფერი რაც შეიძლება დააგჭირდეთ ერთ სივრცეში. შექმნილია უსაფრთხო და სასიამოვნო ცხოვრებისთვის. დირსი, ქალაქი ქალაქში. მარნეულის სამედიცინო ცენტრის შეპესე ადიკი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე მეტპერსონალი, რეგისტრატორი და ექიმები. რეგისტრატორი სავალდებულოა ფლობდეს ქართულ, რუსულ ენებს და კომპიუტერულ პროგრამებს. გვესაჭიროება კვალიფიციური მეტპერსონალი. ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად უსაფრთხო, თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით პირველადი ბოჭკოსგან დამზადებული პოლიპროპილენის მილები ცხელი და ცივი წყლის მოხმარებისთვის. საქართველოში უმაღლეს ხარისხს საუკეთესო ფასად მხოლოდ Vespo გთავაზობთ. Vespo უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური komfortისთვის. Hualing, Tbilisi dənizinin yeni şəhəri. Yeni, optimal planlaşdırılmış 1, 2 və 3 otaqlı mənzillər. Əlaqə nömrəsi 2 77 88 88.
სამოქალაქო საზოგადოება საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ. უფლებადამცველების, იურისტების, ხელოვანების და სხვა პროფესიის წარმომადგენლების ნაწილი პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრს მიმართავენ. ხელმომწერები პარტიებს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათი შეფასებით მმართველი ძალის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს დემოკრატიული პროცესები. ამასთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა კომენტარი გააკეთეს. არასწორია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხალხს მოუწოდებენ, რომ ხმა არ მიცენ ქართულ ოცნებას, რადგან პარლამენტში უმრავლესობით იქნებიან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტურშიც გავიმარჯვებთ. საქართველოში არ შეიძლება რომ ყავდეს ხელში კონსტიტუციური უმრავლესობა რომელიმე პარტიას, იმიტომ რომ ეს ჩამოიყალიბებს უფრო დიქტატურას საქართველოსნაირ ქვეყანაში არასდროს არ შეიძლება მისცეთ უფლება ერთ ადამიანის მმართველობას, ეს იქნება მაშინ დიქტატორი. ჩვენი პარტია და პირადად მე ვფიქრობ, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არავის არ მოუწოდებთ და ვერ მოუწოდებთ, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიეცით ხმა, იმიტომ რომ ერთადერთი პარტია იყო, რომელიც ზუსტად ნაციონალურ მოძრაობის დროსაც იყო ერთპარტიული. რა თქმა უნდა, მაშინ მაგათ ჰქონდათ ზუსტად ეგ კანონი მიღებული და შესაბამისად ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის რომ არ მიიღოს ქართულმა ოცნებამ, ჩვენ მარნეულში პირადად მაგალითად მე ჩემ თავზე ვიღებ პასუხისგებლობას, არავის არ მოუწოდებთ, ვერავის ვერ მოუწოდებთ, რომ მისცენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. პირიქით მე როგორც ადგილობრივი კამრან მამედოვი პირიქით მე შემიძლია მოწოდებები ანუ უთხრა ხალხს, რომ პირადად მარნეულის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ მისცენ ხმა, იმიტომ რომ ეს ხალხი გამოირჩევიან სეპარატისტად. კარგად იცით და ყველა მიცის რაც მოხდა ყიზილაჯლოში, შესაბამისად დაგეგმილი სცენარი იყო და ჩვენ მოუწოდებთ, რომ პირიქით არ მისცენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხმა. უჯერ გასარკვევია ვინ არის ის ხალხის ჯგუფი, ვინც ამას მოუწოდებს და ამას გარდა მოწოდება არ არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მაგაში ბრალს ვერავის ვერ დავდებთ, ეს არის დემოკრატიული პროცესი, რომელშიც ყველას აქვს თავის აზრის გამოხატვის უფლება და აქვს ასევე წინასაარჩევნო, რა თქმა უნდა, იმ მოწოდების უფლება, რომ მისცენ ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს ხმა. რაც შეეხება ახლა ჩემს სუბიექტურ აზრს, რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ იმ აზრს, რომ ამორჩეველს აქვს თავისი ეს ანუ აქვს მას დამოუკიდებლად უფლება, რომ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი არჩევანი, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით და მოდი დავუტოვოთ ამომრჩეველს ის უფლება თვითონ გადაწყვიტონ, მიიღებს ქართული ოცნება კონსტიტუციურ უმრავლესობას თუ ვერ მიიღებს ქართლის კონსტიტუციურ უმრავლესობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლობა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1973 წელს დაბადებული პირის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და კარაბინისთვის განკუთვნილი 660 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი. ექსპერტიზის დასკვნით აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასარა სროლისთვის ვარგისია. დაკავებული ჩადენით დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ამოვიღეთ. დაკავებული აღიარებს ჩადენით დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. Mülki ictimai konstitusiyasının çoxluğuna qarşı hüquq müdafiəçilər, vəkillər və başqa ixtisas nümayəndələrinin bir hissəsi siyasi spektrə müraciət edirlər. İmza atanlar partiyalara ikinci mərhələdə müxalifət namizədlərinə dəstək olmağa çağırırlar. Onların dəyərləndirilməsinə görə idarəçi qüvvələr tərəfindən konstitusiya çoxluğuna demokratik proseslər ziyana sala bilər. Bununla əlaqədar Marneul munisipalitetinin siyasi partiya nümayəndələri şərhlərini bildirdilər. Bildiyimiz kimi bəzi qeyri-dövlət təşkilatları tərəfindən müraciətlər qəbul olunur.
ki, ikinci turda səsi müxalifət partiyasına verilsin, Gürcü Arzusu partiyası parlamentdə çoxluq təşkil etməsin. Bu yanlış bir addımdır, yanlış bir yoldur. Təbii ki, Gürcü Arzusu partiyası hökumətdə bugün hal-hazırdakı durumdan belə görünür ki, parlamentdə çoxluq təşkil edir və çoxluq təşkil edəcək. İkinci turda da qalibiyyətimizə tam əminik. Ona görə ki, çoxluğun müsbət cəhəti budur ki, qanunların qəbul olunmasında, zamanında həyata keçirilməsində bu Gürcü Arzusu partiyasının çoxluğu daha müsbət, ölkənin inkişafında daha müsbət addımlar atılacağına əminəm və bu ölkəmiz üçün, Gürcüstan əhalisi üçün daha çox xeyir gətirəcəkdir. Və bu kimi qeyri-dövlət təşkilatları tərəfindən verilən bəyanatlar insanları çaşqınlığa aparır və seçicilərə mənfi təsiridir. Konstitusiya çoxluğu diktatorlar göstərəcək. Konstitusiya çoxluğu heç bir partiyaya tərəfdaşlıq edə bilməz deyə düşünürəm. Bizim partiya Vahid Milli Hərəkat Partiyasına səs verə bilməz deyə düşünürəm. Qanuna qarşı bir müraciət olmadığını düşünürəm. Heç kimi günahlandıra bilmərəm. Hər kəs öz fikrini bildirə bilər. Daxili İşlər Nazirliyinin Kaxeti Polis Departamentinin Laqadexi rayon bölmə əməkdaşları keçirilən operativ axtarış və istintaq tədbirləri nəticəsində 1973-cü il doğumlu vətəndaşı odlu silah və döyüş materiallarını alıb saxlama ittihamı ilə Laqadexi rayonunun Tamaryani kəndində həbs ediblər. Hüquq mühafizəçilər ittihamçının yaşayış evində axtarışlar zamanı odlu silah və 660 döyüş vasitəsi, eləcə də qeydiyyatçız ov tüfəngi götürüblər. Ekspertizanın təsdiqinə görə əldə edilən silahlar istifadə etmək üçün yararlıdır. Həbs olunan günahına etiraf edir. Odlu silah və döyüş materiallarının alıb saxlama faktı ilə istintaq davam edir. Həbs olunanın yaşayış evində axtarışlar zamanı odlu silah və döyüş materialları əldə etdik. Həbs olunan günahına etiraf edir. Odlu silah və döyüş materiallarını alıb saxlama faktı ilə istintaq davam edir.